რაგბისაჯო არის ყველაზე რთული სამსაჯო პროფესია დედამიწაზე. ყველა არც ერთი სპორტი სირთულით რაგბისთან არ მოვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წესია, ამ წეს თავის ქვეწესები აქვს, სისტრაფეში ხდება ყველაფერი ძალიან და ინდივიდუალურ სამსაჯო აღქმაზე არის ბევრი მომენტი, რაც მე ცოტა სირთულეს ქმნის მაყურებლისთვის რომ აღიქვას რა და როგორ, იმიტომ რომ ერთ სამსაჯომა შეიძლება რამდენად ჩვენ ხშირად სამსაჯო ოთახში რაღაცა მომენტს ზოგი ერთს ამბობს, მეორეს, მესამეს და ხანდახან ბევრთან ხვდებით. ძალიან რთულია და ეგეც სპორტის მუღამია, ამ რაგბის მუღამი ეგაა, რომ ნაცრისფერია და ბევრი გაგრძელება შეიძლება იყოს. მორიგი ტრავმის მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ საჯოას ხوارც დიდი იმდენ ტრავმას იღებო და ჩამიჯდა გონებაშთან ენები ვიცოდი და ეგ იყო გადამწყვეტი, რომ აღარ მინდოდა ამდენი ტრავმა რა. ძალიან მიხაროდა, მაგრამ თან არ ვიცი ახლა რა მიხაროდა, იმიტომ რომ საშინ ძალიან დაბალი დონე იყო. მაგრამ მაშინ მიხაროდა, იმიტომ რომ ბავშვი ვიყავი და კი საერთაშორისო თამაშზე ვარ. მაგრამ ძალიან დაბალი დონე იყო. იმდენად რომ სამუხლეები ეკეთათ მოთამაშეს, რაც რაგბში დაუშვებელი. კარგად ჩაიარა და ბედნიერი ვიყავი, რომ კარგად ჩაიარა, მაგრამ დიდი გზა იყო წინ. რაგბის სოფლიო ჩემპიონატი, უმასშტაბეს ტურნირია, დაახლოებით მილიარდამდე მაყურებელი არის და ძალიან უდიდესი სიამაყის ნაწილი იყო, რომ მაგის ჩემთვის რომ მაგის ნაწილი გავხდი რა და წარმოვადგენდი საქართველოს, იმიტომ რომ ყველა მიჩვეულია, რომ სპორტსმენი ამ პროფილში არავინ არ იყო ამ მასშტაბის ტურნირზე და ამიტომ ძალიან გამიხარდა, რომ რაღაც ჩემ სამსაჯო ასაკისთვის, მაინც პატარა ასაკისთვის მოვხდი და ორი თვე სრულ ომში ვიყავით. აი სპორტული ომი, რასაც ქვია, წნეხი, რაღაც სირთულეები, რაღაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე რაღაცას რო ელოდები და იმდენად მაგარი იყო, რომ ამ სირთულეებზე არ ფიქრობ, უბრალოდ გიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ და ამას ხედავს ხალხი და დიდი გამოხმაურება ჰქონდა ჩემი ყოფნას. ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდან. ხუმრობდი კიდევაც, რომ მოთამაშეთ რაღაც თუ ვერ შევდექი, იქნებ წყლის შემტანად წამიყვანოთ მეთქი სოფლიოზე, იმდენად მიყვარდა. ჩემი უდიდესი უნების ნაწილი იყო, ამიტომ პირველ რიგში ჩემი ოცნება და მე რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის შანსი რომ წარმოვადგინო ჩვენი ქვეყანა რაღაცა ცოტა სხვა პროფილის და არა მოთამაშის და არა სპორტსმენის. საჯი ცოტა ისეთ სპეციფიური მომენტია, კმაყოფილი ვერასდროს ვერ იქნება. კმაყოფილი თუ დადიხარ, საჯი ჩათვალე სადღაც პროგრესს გააჩერებ რა. ანუ ისეთი პროფესია რომ კმაყოფა არ არსებობს, მაგრამ იმ მოცემულობაში და იმ მომენტში საკმაოდ კარგად წარმოვაჩინე თავი, მაგრამ ეხლა რო უყურებ ჩემთვის, აი ძალიან ბავშვი ვარ იქაც და ეხლა სულ სხვა საჯი ვარ ვიდრე 2 წლის უკან, იმიტომ რომ გემატება გამოცდილება გარანტიას გაძლევთ რომ არა. და იმ წესები შეიძლება იცოდე, მაგრამ აი წესები როგორ გამოიყენება კიდე თამაშის დროს საჯის ერთ აი ძალიან ცოტა მიცის ისე როგორც უნდა იცოდეს და მართლა მაღალი დონის მორაგბეები მაგით გამოირჩევიან, რომ იციან ზუსტად აი საჯები რას აკეთებენ და როგორ. რა თქმა უნდა, უმაღლეს დონეზე 6-ზე, 4-ზე ჩემპიონთასზე ყველაზე რთულია, იმიტომ რომ ეკრანზე რაც არ ჩანს, ყველაზე კარგად არის რომ მოთამაშეები იმდენად გაწაფულები და ფიზიკურად მზად არიან, რომ მილიწამებში ხდება ყველაფერი. ერთი არასწორი გახედვა და შეიძლება რაღაცა გამოგჩეს, რასაც ფატალური შედეგი შეიძლება მოყვეს და ძალიან სწრაფად ხდება მოედანზე რაღაცეები. ძალიან ბევრი თამაში ჩავატარე, 6-ერი ყველა გამორჩეულია, მაგრამ ნოემბრის ტესტების მატჩი მახსოვს 2022 წელს ირლანდია სამხრეთ აფრიკა, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი და სოფლიო რაგბი გადაწყვეტა, რომ ძალიან რთულ თამაშზე შევეშვი. რაც იმ მომენტში ჩემი გამოცდილებისთვის, ჩემი პროფილისთვის მაღალი იყო და გამოვარჩევდი, იმიტომ რომ ისეთი წნეხი იყო იმ თამაშზე, ისეთი წნეხი და მედია, სპეკულაციები და ამბები, რომ პირველი 20 წუთი არ მახსოვს საერთოდ რას ვაკეთებდი და მეგონა რომ საშინელებას ვაკეთებდი, მაგრამ მე ისე აღმოჩნდა რომ ძალიან კარგად გავართვი თავი. და რო შევხედე ჩემ თავს ვიდეო გარჩევაზე, არ მჯეროდა რომ მე ვიყავი და მაგ თამაშმა მე ძალიან ბევრი გააკეთა ჩემ კარიერაში. როგორ არაერთხელ რომ დამისტვენია და მithkons რომ არ მე მგონი ჯობდა რომ არ დამესტვინე, ან დამისტვენია და აუ მე მგონი პირიქით იყო, მაგრამ რას ეგ არის, რას იზავ, ხდება ადამიანი ხარ და ჩვენი შეცდომა სამწუხაროდ უპატიებლად მიიჩნევა დღეს საზოგადოებაში, რომ საჭარ უნდა შეეშალოს, ბევრგან გამიგია, მაგრამ ადამიანები ვართ და მაგას ვერ გავექცევით. დღემდე რამეს თუ დავდებ 1-3-4 კაცი მანიაკალურად ყავს, რომ ყელს გამოგჭრი, აქ არ ჩამოხვიდე და აგაფეთქებ და ნეხმერტმა ყველა დაიფუნე და კიბო დაგემართოს და კი თამაშს მე ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი, სოციალურ ქსელში რა თქმა უნდა დღეს მარტივია რომ გააკეთო რაღაც fake account-ი და შენთვის არასასრულ პიროვნებას ხელით გამოჭრა და ააფეთქო კიდევ. რა თქმა უნდა, შეგნება არა, მთლიანად მაქვს და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ყველა ფრონტზე იყოს ოპტიმალურ ფორმაში. ეს არა მარტო მოთამაშეები, მნიშვნელოვანია რომ ყველა პროფილი 7 კაცა, 7 ქალა, ქალთა რაგბი, სამსაჯო ასე იკრება tier 1-ის ქვეყანა, ასე ყალიბდება. ეს არ არის მარტო რომ სპორტსმენები ყავდეს ოპტიმალურად, არის რომ ყველა ფრონტზე კარგად უნდა იყოს. ამიტომ კი
ბევრს ვაკეთებ უკან ბექგრაუნდშიც, ვცდილობ რომ გზა გაუყალო ახალგაზრდა მსაჯებს, გამოცდილება მივცე, ვეხმარები 20 წლამდე ნაკრებს დისციპლინაში, ეროვნულ ნაკრებს როცა შემიძლია და საკმაოდ ბევრს ვმუშაობ ამისთვის რომ მარტო მოედანზე არ დარჩა ჩემი კვალი. პირველად 20 წლამდე 6 ერო ვიმსაჯე, იტალიელი მოთამაშე დამეჯახა და წარვი გავიხეთქ. საჯმა. თან ტრავმებიდან ახალი წამი, იმიტომ წამოვედი თამაშიდან ტრავმა მქონდა და მანდ ტრავმა მივიღე და ძალიან მინდოდა რა, პირველი 6 ერის თამაში იყო და აი ძალიან ნერვები მომეშალა რომ გამოსვლა მომიწია. და მიკერავდნენ წარვს და გადავწყვიტე გაკერვის დროს რომ მეთქი რო გამიკერავ დაუბრუნდებით. რო გამიკერეს წარვი დაუბრუნდა ბოლომდე ვიმსაჯე და პირველი შემთხვევა იყო რომ საჯი გაიყვანეს, წარვი გაუკერეს და დაბრუნდა და იმსაჯე ბოლომდე. ამიტომ რაღაც კურიოზი იყო მაგაში კი. ხლად ისე არ არის დინამიკა როგორც ვისურვებდი რომ ყოფილიყოს რა, ვისურვებდი რომ ხალხმა უფრო მეტად გაიგოს ამ სპორტის შესახებ, მეტად შეიგრძნოს, იმიტომ რომ რაგბის მუღამი ისაა რომ რთულია გაგება, მაგრამ თუ გაიგე, ფუძე გაიგე, მუღამი გაიგე, მერე უკვე ძალიან მაგარი ხდება, იმიტომ რომ აი ყოველთვის ვადარებ ჰარი პოტერში რო ჯადოსნური ჭადრაკია, ჭადრაკის ფიგურები რო ერთმანეთს ამტრავენ, აი ეგ არის ზუსტად იმდენად ინტელექტუალურია და თან ძალადობრივი რა, ამიტომ ვისურვებდი რომ მეტი იყოს პოპულარობა და დინამიკა და გვჭირდება რაღაცა ბიძგები ეხლა. და იმედია ისევ დაუბრუნდებით იმ ზარ დინამიკას. თამაში დაწყებამდე თავარი რუტინა ისაა რომ წნეხს უნდა მოერიო რა, იმიტომ რომ იცი რომ 80 წუთი გელოდება, სადაც აი ნებისმიერი შენი ერთი სიტყვა ქმედება, შეიძლება გადამწყვეტი იყოს და შეიძლება ძალიან რთული პერიოდი დაგეწყოს მერე. იყოს ბულინგი, ჰეითი ასე შემდეგ. ნუ რუტინა ისაა რომ წინა დღეს ვსვავ ღვინოს, თამაში წინა დღეს. ქართული ღვინო თუ ვიპოვენ, თვალ უკეთესი, მაგრამ ღვინოს ვსვავ ხოლმე. ლომების ტურნე იწყება ახლა, რაც ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა რაგბის სამყაროში, 4 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის 4 გაერთიანებული ნაკრები, რომელიც მიემართება სამხრეთ ნახევარსფეროში. საფინალო მთავარ მესამეტესზე ვარ და იმეც ვიტოვებ, რომ ერთი-ერთი დაждდება ანგარიში ლომებსა და ავსტრალიას შორის და მესამე ტესტი მე მომიწევს, სადაც გავნა გადაწყდეს და ყველა ამბობს, რომ ეგ საფინალო ტესტი უდრის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს.